საქართველოს პერსპექტივა განვითარება გადის ევროპას, ევროპულ დემოკრატიაზე და სწორედ ამიტომაც აირჩია ჩვენმა ხალხმა ის გზა, რასაც ქვია საქართველოს ევროპული გზა. ეხლა რამდენად ჩაანაცვლებს ევროპულ ინვესტიციებს, თქვა ჩინური, არაბული, თქვა და სხვა ქვეყნის ინვესტიციები, ეს იცით როგორი თემა არის, საკმაოდ ისეთი მე ვიტყოდი არა მარტივად განსახილველი, ვინაიდან ნახეთ როგორ არის ყველა ქვეყანას აქვს, მათ შორის ჩინეთს, ინდოეთს, დიდ ქვეყნებს, არაბულ სამყაროს აქვს თავიანთი ხედვა ინვესტიციის ჩადების, თავიანთი მოთხოვნილება. ამიტომ ჩვენ მაინც ვფიქრობთ ესე, რომ რა თქმა უნდა ამ ქვეყნებთან უნდა გაგრძელდეს კომუნიკაცია, თქვათ იგივე ეკონომიკური ორმხრივი თანამშრომლობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ევროპასთან უნდა ჩავჭრათ. პირიქით, ევროპასთან უნდა იყოს ის, რაც ჰქონდა, ძლიერად უნდა ვიყოთ წარმოდგენილი. ეს არის ვალდებულება ამ შემთხვევაში მართველი პარტიის, რომ ეს კონტაქტები იყოს და ეს ურთიერთობები ევროპასთან შენარჩუნებული. ცუდი პერიოდი რო არის ის შენ გეხება უღონდ რაღაცა ესე მოდი ქორწილს ახლა არ გადავიხდი, მოდი დაბადების დღეს რაღაცა სხვა დროს გადავიხდი, მოდი ცოტათი რაღაცა შემცირებულად თქვა არა 50 კაცზე, არამედ 10 კაცზე შევიკრიბოთ და რა დროს кейფია და ესეთი რაღაცეები, ხო? განაპირობებს იმას, რომ უამრავი მე კორპორატიული არის გაუქმებული ქორწილი თუ სხვა. სასტუმროებსაც ეხება ეს ასაკვირველია, მარტო ჩვენ არა, მაგრამ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ მოვემზადოთ უფრო ცუდი სცენარისთვის, თუ არ მოხდება ეს უფრო ცუდი სცენარი, ყველას გაგვეხარდება, მაგრამ ჩვენ მზად ვიქნებით, ხო, რომ როგორც თოვლის საწმენდი მანქანა უნდა ზაფხულში იყიდო, ხო და არა ვაიმე ზამთარი მოვიდა თოვლი დაგვეცა თავზე. ხო, ეს უნდა მოხდეს ეხლა, რომ მზადება მოხდეს აპრილი-მაისის ცუდი სიტუაციისთვის მომზადება.